გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ წარსულზე და მის გავლენაზე და ზოგადად რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად წარსულთან. ასე რომ მოდით დავიწყოთ. წარსული არის ის, რაც უკვე მოხდა. ეს შეიძლება იყოს ერთი დღის წინ მომხდარი სიტუაცია, ასევე 15 წლის წინ მომხდარი სიტუაცია. ასევე მინდა ვთქვა ისიც, რომ დრო არ კურნავს საერთოდ არაფერს. ჩვენ ვკურნავთ ისევ ყველაფერს. შეიძლება გუშინდელი მომხდარი სიტუაციიდან უკვე მე გამოვედი ძალიან მარტივად გამოვწვერი, მაგრამ 15 წლის წინანდელი სიტუაციიდან ჯერ კიდევ არ ვარ გამოსული და ჯერ კიდევ ტრავმა მაქვს. ძალიან ბევრ ადამიანს უცნაურად ესმის ხოლმე ის, რაც ახლა ვიტყვი. წარსული რეალურად არ არსებობს. არსებობს ემოციები, რაც გვაქვს წარსულზე. ძალიან მარტივია. წარმოიდგინეთ, რომ წარსულში რაღაც მოხდა და თქვენ გინდათ აქ ყველაფერი დააბრუნოთ. ვერანაირად ვერ დააბრუნოთ, ვერანაირად ვერ დააბრუნებთ იმ სიმყუდროვეს, რაც იმ დროს იყო, ვერანაირად ვერ დააბრუნებთ იმ სიტუაციას, რაც მაშინ იყო, ვერანაირად ვერ დააბრუნებ 100%-ით იმას, რაც იყო. ვერც გრძნობას, ვერც ემოციას, ვერც სიტუაციას, ვერაფერს ვერ დააბრუნებ, იმიტომ რომ ეს რაღაც უკვე აღარ არსებობს. წარსული აღარ არსებობს, არსებობს ემოცია და შენი დამოკიდებულება წარსულის მიმართ, რომ წარსულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეგ თავიდან ამოიგდოთ, იმიტომ რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს წარსულს. მხოლოდ აიღეთ კარგი გამოცდილებები, ცუდი გამოცდილებები, ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ, რომ თქვენ ახლა კარგად იყოთ და მომავალში იყოთ. დანარჩენი უბრალოდ მიიღეთ რაც იყო, გაკვეთილი რაც ისწავლეთ, ჩაიწერეთ კარგად და აღარ ამოიშალოთ თავიდან და დანარჩენი სხვა უბრალოდ გადააგდეთ. საერთოდ არ არის საჭირო, რომ მიუბრუნდეთ წარსულს, ფერი ხდება იმისათვის, რომ შენ იყო ის, ვინც ხარ ახლა. ყველა სიტუაცია, რაც ამ ადამიანად მე მომყოფა, არის ის ყველა ტრავმა, ის ყველა შეცნობა, რაც მე დავუშვი და არ ვნანობ არც ერთ შეცნომას. და ეს არ არის ფსიქოლოგიური მომენტი, რომ საკუთარ თავს თავი კარგად ვაგრძნობ და არავითარ შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, თქვენი ცხოვრება არის პაზლი. და ამ პაზლს, ეს შეცდომა რო არ დაუშვა, რა შეცდომას შეუნდა დაგეშვა. წარმოიდგინო, ამ პაზლს ვერ აწყობ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შენ ვინც უნდა გამხდარიყავი და ვინც უნდა იყო, ეგ ყველაფერი სჭირდებოდა მაგ ადამიანს. და შენ უბრალოდ ცდილობდი რომ სრულყოფილი ყოფილიყავ. შენ უბრალოდ ცდილობდი რომ სხვას მორგებოდი, შენ უბრალოდ ცდილობდი რომ ვიღაცას მორგებოდი, შეყვარებულს მორგებოდი, მეგობარს მორგებოდი, მშობელს მორგებოდი და ასე შემდეგ. ამ სამყაროში ინდივიდუალური ადამიანი ხარ, ინდივიდუალური ბილიკი გაქვს შენ თავთან მისასვლელად და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვა ის ფიქრი, რომ რაღაც არ უნდა მომხდარიყო. ის რომ ავტობუსმა 5 წუთით დააგვიანა, ეგეც კი უნდა მომხდარიყო. ჩაიბეჭდეთ საკუთარ თავში, რომ ყველაფერი რაც ხდება, ხდება მიზეზისთვის და საკუთარი თავისთვის სასიკეთოდ. და გეუბნებით, ეს არ არის ფსიქოლოგიური манипуляცია საკუთარ თავზე, რომ თავი კარგად იგრძნო. ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი სწორედ ისე უნდა იყოს, როგორც იყო და როგორც არის. მე ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელიც სისტემატიურად საუბრობს იმაზე, რომ მე მაგ ადამიანთან რო ყოფილიყავი, იდეალური ცხოვრება მექნებოდა. რაიც იქნებ, მასთან ერთად ავარიაში უნდა მომხდარიყავი, რაიც იქნებ, არ ვიცი, მთა უნდა დაგცემოდა. საერთოდ არაფერი არ იცი ამ ქვეყანაზე რა მოხდება, შეიძლება ხვალ რა მოგივიდეს არ იცი. ერთადერთი რაც იცი არის ის, რომ შენ მოძრაობ შენს გზაზე, შენ მიდიხარ შენი ოცნებების ასასრულებლად, შენ მიდიხარ შენი განვითარების, სულიერი განვითარების გასაღრმავებლად და ეს ყველაფერი არის შენთვის საჭირო. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გვხვდება, არის საჭირო. ნებისმიერი ცხოველი, რომელიც გვხვდება, არის საჭირო. ნებისმიერი სახლი, სადაც ცხოვრობ, არის საჭირო. ნებისმიერი სამსახური, სადაც კი გიმუშავია და ნებისმიერი საქმიანობა, რაც გაგიკეთებია, არის შენი გასაკეთებელი, იმიტომ რომ შენ ირჩევ შენ ცხოვრებას და სწორედ საქმე ამაშია, რომ ეს არის შენი გზა. თქვენ არ იცით რა მხელა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ცხოვრების დინებას მიყვები. მაგრამ აი აქ არ შეცდეთ. ცხოვრების დინებაში არ გულისხმობ იმას, რომ რა შესაძლებლობების მოგესალმა მხოლოდ მაგით უნდა დაკმაყოფილდე, ან ვიღაცა რაღაცას რაც შემოგთავაზებს, ან ცხოვრება რასაც შემოგთავაზებს, მაგით უნდა დაკმაყოფილდე. არავითარ შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში მაგას არ გულისხმობ. გულისხმობ იმას, რომ რაც გინდა ის გააკეთე, რაზეც მიგილტვის შენი სული
ყველაზე მთავარი, გონებაში არ შეგეშალოთ. მთავარია შენ სულს რა უნდა, იმიტომ რომ გონება უკვე ფიქრობს სოციუმზე, გონება ფიქრობს, რომ ახლა ეს არის მოდაში, ახლა ეს არის ტრენდში, ახლა ეს უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ სოციუმში არის დამკვიდრებული, ამიტომ ფრთხილად იყავით გონებასთან, იყავით ფრთხილად. მთავარია შიგნით სულს რა უნდა. გონებას ძალიან ბევრი რაღაც უნდა სისტემებმა, ну არ ვიტყვი რა ებმა, მაგრამ ჩაგვიბეჭდეს, რომ სწორედ ეს ყველაფერი გვინდა. სწორედ ის ყველაფერი გვინდა, რასაც გვაჩვენებენ. წარმატების მნიშვნელობა გადაასხვაფერეს. ბედნიერების მნიშვნელობა გადაასხვაფერეს, ცხოვრების მნიშვნელობა გადაასხვაფერეს. ამიტომაც არ გაყვეთ მაგ სისტემებს, არ დაუჯეროთ მაგ სისტემებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აღმოჩნდებით საერთოდ სრულიად განსხვავებულ გზაზე და თქვენი სულის გზაზე ვერ აღმოჩნდებით, იმიტომ რომ მას ძალიან დაშორდებით. მინახავს ხოლმე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სხვა ადამიანებს დაემსგავსონ და ეს ადამიანებს მინდა ვკითხო, რატომ? ვფიქრობ, არ იციან, რომ უნიკალურები არიან. აი თუნდაც ადამიანი ძალიან მცირე შემოსავლით, ძალიან მცირე სტატუსით არის უბედნიერესი, რატომ? ის მის გზაზეა. ეს არის მისი ცხოვრება, ეს არის მისი გზა. მან აირჩია მისი გზა და არა დამსგავსებული იყო სხვას და უფრო დიდი შემოსავალი ქონოდა, უფრო დიდი სტატუსი ქონოდა და საბოლოო ჯამში თვითონ არ ყოფილიყო. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ დაემსგავსოთ ვინმეს, იმიტომ რომ თქვენი სულის გზას მოშორდებით. და რაც უფრო მოშორდებით თქვენი სულის გზას, მით უფრო ძვირი დაგიჯდებათ უკან დაბრუნება იმ გზაზე, სადაც უნდა იდგეთ. მოდი ახლა დავუბრუნდეთ წარსულს და წარსულის გავლენას. წარსულს აქვს გავლენა შენზე, იმიტომ რომ გაქვს ნეგატიური ემოციები წარსულიდან. აუცილებლად დაბრუნდი იმ გარემოში, იმ სიტუაციაში, საიდანაც გაქვს ეს ნეგატიური ემოციები და კითხე საკუთარ თავს, რა დავტოვე იქ, რა დამრჩენია მანდ. ეს სიტუაცია უკვე დამთავრდა, მე უკვე აღარ ვარ იქ, არ ვარსებობ, არც ის ადამიანები აღარ არსებობენ იქ. რატომ აღარ შემიძლია ამ სიტუაციიდან ჩვეულებრივად გამოსვლა? კითხე საკუთარ თავს და საკუთარ თავს შეკითხვები, გაანალიზე რა მოხდა, დატოვე წარსულში ეგ ყველაფერი და ცხოვრება გააგრძელე. და ასევე ძალიან ბევრი ადამიანი, მე რასაც ვუყურებ, აგრძელებს ურთიერთობას იმ ადამიანებთან, ვისთანაც ნეგატიური გრძნობები და ემოციები აქვს. რატომ? აი მართლა მაინტერესებს, რატომ? რომ არ ეწყინოს მაგიტო? რომ თავი უფრო დიდი ადამიანი წარმოაჩინო მაგიტო? თუ რატო? რას ელოდები ამ ადამიანისგან? და ვინც ძალიან ბევრ შანსს აძლევს კიდევ ერთ ადამიანს, რისი იმედი გაქვს? მოდი პატარა მოკლე ჩართვასაც გავაკეთებ, იმიტომ რომ ამაზე ძალიან კარგი რაღაც გამახსენდა. არასოდეს არ ასწავლოთ ადამიანებს თუ როგორ მოიქცნენ. როგორ უნდა იყვნენ ამ სიტუაციაში, წარმოგიდგენთ ყველა ნაბიჯი უნდა გაუთვალოთ ადამიანს. თუ ამ ადამიანმა არ იცის როგორ მოიქცეს, თქვენ უნდა უკან ნახოთ ყოველ წამს რა უნდა გააკეთოს? არა, უნდა ადგეს, უნდა დააშავოს და მის დანაშაულზე უნდა ისწავლოს, როგორ მოიქცეს. აი, ამიტომაც არის ხოლმე ძალიან ბევრი მშობელი არასწორი, რომ არ აძლევს მშობელი უფლებას ბავშვს, რომ დააშავოს რაღაც. თუ არ დააშავა, ის ვერასოდეს ვერ ისწავლის. თუ პირველივე დაშავებაზე უყვირე, ის მეორეჯერ არასოდეს არ ცდის. ოკეი? წარსულზე არ ვაპირებ არაფრის საუბარს, სიმართლე თუ გაინტერესებთ. ერთადერთი ნურბის თქმაც მინდოდა უკვე გითხარით, რომ შეგიძლიათ დაბრუნდეთ იმ სიტუაციაში, სადაც თქვენ ნეგატიური ემოციები გამოყვართ და დაამუშავოთ და იმუშაოს, ну, ოკეი, ფსიქოლოგთანაც შეგიძლიათ ეგ, უბრალოდ ბევრი ლაპარაკი მაგ ყველაფერს არ უშველის. საკუთარ თავთან გაიაზრე, უბრალოდ ისწავლე შეცდომა და უბრალოდ გააგრძელე გზა. ხომ ვიცი ახლა მკითხავთ, რომ კი გაანალიზებული მაქვს 1000-ში. თუ საკუთარი თავი არ განავითარე, საკუთარი თავი უფრო უკეთეს მდგომარეობაში არ წარმოაჩინე, თუ საკუთარ თავზე არ ისრუნე, უკეთესი არ გახდი, ენები არ ისწავლე, რაღაც უფრო უკეთესი არ ისწავლე,
წინარ წახვედი ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, დეპრესია დაგემართება, აბა რა იქნება? აი, მიკვირს ხოლმე რა ადამიანებს ზიხართ, არაფერს არ აკეთებთ, არანაირი ჰობი არ გაქვთ, უინტერესო ხალხი ხართ და რა თქმა უნდა, იფიქრებ წარსულზე, აბა რა სიზა? ადამიანები, რომლებსაც მენტალურად ძალადობდნენ, აბულინგებდნენ და ასე შემდეგ, ერთ-ერთი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის ის, რომ უკეთესი გახდეთ. ეხლა მიხვალთ და სცემთ იქეთ, დააბულინგებთ თუ რა სიზამთ? არანაირად ეფექტურიც არ არის. კარმა იზამს მისას. რაც საჭირო არის ცხოვრებაში, უფალი დააბალანსებს მაგის გსჯეროდეთ. თქვენ იქით არაფერი არ გააკეთოთ. ჯადო და რაღაცები ხო საერთოდ არ გამაგონოთ რა გიხვეწები. ყოველთვის აი ჩემ მაგალითიდან გამომდინარე ადამიანები რომელმაც ცუდი რაღაც დამიშავეს. ეხლა ბნიერებს საერთოდ არ არიან. ნუ ოკეი, ესე არის ახლა რა ვქნა, ნუ ვინც სერიოზულად დამიშავა, რა თქმა უნდა, რაღაცას გულისხმობდა. ერთ-ერთი საშუალება წარსულის დავიწყების და ყოველფრის უკან მიტოვების არის ის, რომ გახდე ყოველ წელს უკეთესი. დაპირდი საკუთარ თავს ეგ. ეს შეიძლება იყოს განათლებაში, სილამაზეში, ნებისმიერ რაღაცაში, ურთიერთობებში და ასე შემდეგ. რაღაც სფერო აუცილებლად უნდა განავითარო და იმ სფეროს თუ უფრო კარგად განავითარებ, სადაც გაბულინგებდნენ, ზოგადად ეგრე ხდება ხოლმე, სადაც გაჭერნენ ხოლმე, იმის სპეცი ხდები საბოლოო ჯამში. მიყევი საკუთარ თავს, საკუთარ სურვილს და არაგონებას, სულს, სულის სურვილს მიყევი და ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა შენ გონია, რომ ყველაფერი ცუდად არის. რომ ესეთი წარსულით რა მომავალი უნდა ააშენო. გამოიყენა ეგ წარსული. გამოიყენა ეგ წარსული უკეთესი ცხოვრებისთვის. აი სულ არავის არ აინტერესებს შენ ცხოვრებაში რაიმე გამოხვალ, წარმატებული იქნები თუ არა. საბოლოო ჯამში ყველას კიდი ხარ. მაპატიე, მაგრამ ესეა. ყველას აინტერესებს საკუთარი თავი და ეს თუ აქამდე არ იცი, ძალიან მწუხვარ. ყველას პირველი ცუდი რაღაც, როდესაც მოხდება, მაგალითად, ომი როდესაც მოხდება, ვინ ვისზე ფიქრობს? შენ გონია ვიღაცას აინტერესებს საერთოდ? არავის არ აინტერესებს. ამიტომ ჯობია რომ საკუთარი თავი მაინც გაინტერესებდეს. არ გინდა რა წარსულზე ამდენი ბოდიალი და უკან დაბრუნება და იმაზე ფიქრი რომ რა შეიძლებოდა მომხდარიყო დროს ნუ კარგავ. ესეთ ძვირფას დროს ნუ კარგავ. წარმოიდგინე რომ აი უკვე საწოლთან მიჯაჭვებული ხარ და იცი რომ მალე გარდაიცვალები, მაგრამ იცხოვრე. ნაცხოვრები გავს ადამიანო. იმოგზაურე, სულ ადამიანებს ეცნობოდი, კომუნიკაბელური იყავი, შეგიყვარდებოდა ხოლმე 1 2 3, რავი, სადამდე შეგეძლო შეგიყვარდებოდა ხოლმე ხალხი. უნდა გიყვარდეთ ხალხო, ერთმანეთი. ხალხი უნდა უყვარდეს და საქართველოში რა გვჭირს არ ვიცით. და ის მიზეზი რის გამოც შენ ამ ვიდეოს დააკლიკე. წამში გამქრალიყოს, იმიტომ რომ მე ვხედავ შენ სიძლიერეს. უბრალოდ გჭირდება ადამიანი გვერდით, ვინც გეტყვის, რომ ერთი მაგის ცხოვრებაში ყოველთვის წინ იარე, ყოველთვის საკუთარ თავზე იფიქრე პირველ რიგში, თუ შეგეძლება გაეცი, ოღონდ არასოდეს არ იფიქრო, რომ იქეთ რაღაც უნდა გაიკეთონ ადამიანებმა, იმიტომ რომ ცხოვრება მშვენიერია.